ილია ტოპურია წინააღმდეგ ჯასტინ გეიჯის. ეს ბრძოლის ამბავი უკვე საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკობენ 2026 წლის იანვრისთვის. ამ შემთხვევაში ეს იქნება UFC-ს პირველი pay-per-view ახალი შეთანხმების შემდეგ Paramount-თან. და ამ ვიდეოში ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენი ანალიზს ამ შესაძლებელი ბრძოლის შესახებ. ჩვენ მოკლედ განვიხილავთ სიახლეს და გაუზიარებთ ჩემს მოსაძლებას ამ მატჩინგზე. მომწონს თუ არა, კარგია თუ ცუდი, ყველაფერი ნათლად. ახლა პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს ვიდეო არ არის მხოლოდ სიახლეების გადმოცემისთვის, რადგან მე არ ვარ ტიპიური საინფორმაციო არხი. ალბათ ის ინფორმაცია, რაც დღეს მოგაწვდით, თქვენ უკვე იცით. ამიტომ როგორც სიახლეს არ ვთავაზობთ, ჩვენ უბრალოდ გავაკეთებთ კონტექსტის გაშლას. არსებობს სხვა არხები, რომლებიც სრულად იკვლევენ UFC-ს სიახლეებს, სხვადასხვა მედია რესურსებთან ერთად. ასე რომ მე არ მოგაწვდით სიახლეს, რაც თქვენთვის უკვე უცნობია. მაგრამ რაც ნამდვილად გავაკეთებთ, ეს არის ფაქტობრივი და ობიექტური მოსაზრების გაწევა, როგორც ყოველთვის ამ არხზე. მოკლედ იმის განხილვა, რა შეიძლება მოხდეს ბრძოლაში, რა აქვს შანსი თითოეულ მებრძოლს და ასე შემდეგ. მოკლედ კონტექსტისთვის. ალვარო კოლმენერო, ესპანელი ჟურნალისტი. ჩემი აზრით ყველაზე სანდო წყაროა ილია ტოპურიას შესახებ. ყველაფერი რაც მან თქვა, ადრე თუ გვიან რეალობად იქცა. ის ამბობს, რომ UFC და დანა ბლანკო, თუ ასე ვთქვათ, პირველი pay-per-view-ს ახალი შეთანხმებით Paramount-თან უნდა უხელმძღვანელოს ილია ტოპურიას. ეს ბრძოლის თარიღი ვარაუდით არის 2026 წლის იანვრისთვის, ხოლო ყველაზე რეალური მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება. ეს იდეაში ლოგიკურია, რადგან სხვა მაღალი დონის მებრძოლები უკვე დაკავებულები არიან, ან სულ ცოტა ახლახან შეასრულეს ბრძოლები. ამ შემთხვევაში თუ ეს ორი ვარიანტია, ჯასტინ გეიჯს მცირე უპირატესობა ენიჭება. პირადად მე არ მომწონს, რომ ის გამარჯვების შემდეგ რაფაელ ფისიპის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროს მსოფლიო რეიტინგში დაახლოებით 10-12 ადგილზე იყო, მაშინვე შანსი მიიღო ტიტულისთვის. მეტიც, წინა ბრძოლებში მას დამარცხება ჰქონდა მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ და ახლა უკვე მეორე ტიტულისთვის ბრძოლას ელოდება ნომერ 1 ლიდერთან. ეს უკვე მესამე შესაძლებლობაა ჯასტინ გეიჯისთვის ჩემპიონობისთვის. პირველი იყო ჯაბი ალხამდულილა ნურმაგომედის წინააღმდეგ, მეორე ჩარლზ დუბრონს ოლივეირას წინააღმდეგ. ახლა თუ ეს ბრძოლა რამდენიმე თვის წინ იქნებოდა შეთანხმებული, მე ხმამაღლა გამოვთქვამდი კრიტიკას. მაგრამ გულწრფელად, ამ ეტაპზე ეს ჩემთვის დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. უბრალოდ თუ ჯასტინ გეიჯს ეს შანსი მიეცემა, არაფერი არის საშიში. ეს არ ნიშნავს, რომ პედი პიმბლეტს მეტი უფლება აქვს, ან არმანს არ უკიანს. ფაქტობრივად, არმანი უკვე ჭაწერილია ნოემბრისთვის და იანვრისთვისაც იქნება ბრძოლის მცირე ფარდობითი შანსი. თუ არმანი გაიმარჯვებს ჰუკერის წინააღმდეგ, ილია იანვარში დაამარცხებს ჯასტინ გეიჯს და მომდევნო წლის ივლისში ილია და არმანი შეიძლება გახდნენ მთავარი ღენისძიების ვარსკვლავები. ახლა შევეხოთ იმ ნაწილს, თუ რა შეიძლება მოხდეს ილია ტოპურიას და ჯასტინ გეიჯის ბრძოლაში და რა აქვს შანსი თითოეულ მებრძოლს. გულწრფელად რომ გითხრათ, მე პირადად ვთვლი, რომ ილია ტოპურია ძალიან ძლიერი ფავორიტია. ჯასტინ გეიჯის მთავარ იარაღად შეიძლება ჩაითვალოს მისი ლოუ-კიკები. ეს არის მისი ძლიერი მხარე სტრაიკინგში. თუ ის თავიდანვე დაიწყებს ამ ლოუ-კიკების გამოყენებას და თავიდან აირიდებს პირდაპირ შეჯახებებს ილიასთან, შეიძლება გარკვეული წარმატება ჰქონდეს. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ დაასუსტოს ილია ტოპურიას მოძრაობა. ეს ერთადერთი რეალური გზაა, რომ ჯასტინმა ცოტა კონტროლი შეინარჩუნოს რინგზე. მაგრამ რეალურად ილია ტოპურია ფიზიკურადაც უკეთეს ფორმაშია და ტექნიკურადაც ბევრ ასპექტში ჯასტინზე მაღლა დგას. მისი სტრაიკინგი უფრო ძლიერი და ზუსტი არის, ხელები უფრო სწრაფი და მძიმე აქვს, მოძრაობა უკეთესია. ასევე მე ვთვლი, რომ ილია უკეთესი გრაფლერიც არის. ჯასტინ გეიჯის გრაფლინგი საკმაოდ შეზღუდულია. ის უფრო დაცვითია და თავს შეტევითად თითქმის არ წევს. თუმდაც შეძლოს ილია ტოპურიას დაეცა, გრაფლინგში ჯასტინი ბევრი არაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს. უბრალოდ ვერ მოახდენს კონტროლს ან სუბმიშენს. გარდა ამისა, ილია ტოპურია მოედნის ყველა ასპექტში უფრო ძლიერია. მისი სტრაიკინგი უფრო დამაზიანებელია, მისი დაცვა ეფექტურია, მოძრაობა სწრაფია. ჯასტინ გეიჯს უბრალოდ არ აქვს იმ ტექნიკური რესურსი, რომ რაიმე გონივრული საფრთხე შეუქმნას ილიას. ერთადერთი, რაც თეორიულად შესაძლებელი იქნება, ეს არის შემთხვევითი ლუდის დარტყმა, დაახლოებით როგორც სასწაულის მოხდენა, რომელიც შეიძლება დაუკავშირდეს სულიერ შეჭრას, რომ მოხვდეს ძლიერი დარტყმა ილიაზე. თუმცა რეალობაში ასეთი რამ ძალიან რთულია. ილია შეუძლია მცირე რისკის გამოყენება, რომ დაიცვას საკუთარი სივრცე და შემოსვლა შეზღუდოს დისტანციაზე, სადაც მისი სტრაიკინგი ყველაზე ეფექტურია. მაგრამ თუ შევხედავთ ფაქტებს, მის უკანასკნელ ბრძოლებს, მათ შორის მაქს ჰოლოვეის და ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ,
ილია პრაქტიკულად დაუმარცხებელია სტრაიკინგში. ჯასტინი ამ დონეს ვერ დაუპირისპირდება. ამ ვიდეოში არც კი ვცდილობ ჯასტინ გეიჯის კრიტიკას. ის ძალიან კარგი მებრძოლია. ალბათ ამ დივიზიონში top 10-ში ან top 5-ში. უბრალოდ თუ ობიექტურად შევხედავთ ბრძოლას, ფაქტები მიუთითებს, რომ ილია ტოპურია აშკარად ფავორიტია. ამ ეტაპზე ჩემი პროგნოზი ასეთი არის. ილია ტოპურია დამარცხებას არ მიიღებს მარტივ ბრძოლაში და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ის იანვარში დაიცავს თავის პოზიციას და მომდევნო ბრძოლაში არმასარუკიანთან გამართავს ბრძოლას ივნისში. ეს არის ჩემი იდეალური სცენარი, რომელიც ყველასთვის საინტერესო და სანახავი იქნება. ახლა ვივარაუდოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს ბრძოლა ილია ტოპურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი აზრით, ილია ტოპურია აშკარად ფავორიტია და დიდი ალბათობით მას მარტივად მოუგებს ბრძოლას. ილია ტოპურიას უპირატესობები. სწრაფი და მძიმე ხელები. ილია შეუძლია სწრაფად და ზუსტად დაარტყას, რაც ჯასტინისთვის დიდი საფრთხეა. მოძრაობის ტექნიკა, თავი, წელის მოძრაობა და ფეხის პოზიცია ილიას საშუალებას აძლევს თავიდან აირიდოს ჯასტინის დარტყმები. სტრაიკინგის მრავალფეროვნება. ილია სტაბილურად იყენებს დარტყმებს, ლოუ-კიკებს, ჯაბებს და კომბინაციებს, რაც ჯასტინს კონტროლს უკარგავს. გრაპლინგის უპირატესობა. თუნდაც ბრძოლა მიწაზე გადავიდეს, ილია უკეთეს კონტროლს ახორციელებს, რაც ჯასტინის შესაძლებლობებს მკვეთრად ამცირებს. ფიზიკური მომზადება. ილია უკეთეს ფორმაშია და უფრო მგამძლე, რაც მთელი ბრძოლის მანძილზე მის უპირატესობას ზრდის. ჯასტინ გეიჯს პრაქტიკულად ერთადერთი სტრატეგია. ილიას მოძრაობის შეზღუდვა ლოუ-კიკებით და ველით არასაჯაებო დარტყმა, რომელიც რეალობაში თითქმის სასწაულით ითვლება. სხვაგვარად, ილია ტოპურია თავიდან აიცილებს ყველა საფრთხეს, თავად დარტყმებს აყენებს და ბრძოლას აკონტროლებს. თუ შევხედავთ ილიას პარსულ ბრძოლებს, მან არასდროს დაუშვა, რომ მას დაერტყა რეალურად მნიშვნელოვანი დარტყმები. მაგალითად, მაქს ჰოლოვეის და ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ ილია სტაბილურად გაუძლე ბლაშეტევას. ჯასტინი ამ დონეს ვერ დააღწევს. გრაპლინგის ასპექტშიც ილია არის ძლიერი. ჯასტინის წარუმატებლო მცდელობები მიწაზე რისკის ქვეშ დააყენებს მას. ილია მარტივად მიიღებს კონტროლს მიწაზე და შეძლებს ბრძოლას თავისი სტილით, მაშინ როცა ჯასტინს მხოლოდ დაცვითი პოზიციები დარჩება. მოკლედ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ილია ტოპურია სავარაუდოდ მარტივად გაიმარჯვებს იანვარში. ეს გამარჯვება უზრუნველყოფს მას მომდევნო უფრო დიდ ბრძოლაზე გასვლას არმან სარუკიანთან ივნისში, რომელიც UFC-ს საერთაშორისო კვირეულის მთავარი გამოსვლა გახდება. ახლა ვისაუბროთ უფრო დეტალურად, როგორ შეიძლება განვითარდეს ბრძოლა ილია ტოპურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის, რა სტრატეგიები გამოიყენონ და რა რისკები შეიძლება იყოს. ჯასტინ გეიჯის სტრატეგია. ლოუ-კიკები. ჯასტინის მთავარი იმედი არის ფეხის დარტყმები, რომ შეზღუდოს ილია ტოპურიას მოძრაობა. შორს დისტანციაზე თამაში. ჯასტინი უნდა დარჩეს თავის დისტანციაზე, აიცილოს უშუალო შეჯახება ილიასთან და დაუმიზნოს გარკვეული დარტყმები იმედით, რომ მოხდება სასწაულებრივი დარტყმა. მიწაზე დაცვა. თუ ილია მოიყვანს ბრძოლას მიწაზე, ჯასტინის გრაპლინგის შეზღუდული გამოცდილება მისი მთავარი დაბრკოლება იქნება. ილია ტოპურიას სტრატეგია. დისტანციის კონტროლი. ილიამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავის სისწრაფე და მოძრაობა, რომ თავიდან აიცილოს ჯასტინის ლოუ-კიკები. სტრაიკების კომბინაციები. ხელების სწრაფად და ზუსტად, კომბინაციებით, რათა დარტყმები მიაყენოს ჯასტინს. გრაპლინგი. ბრძოლა მიწაზე მის სასარგებლოდ გადააქციოს, უზრუნველყოს სრული კონტროლი და მოკლას ნებისმიერი ჯასტინის მცდელობა სუბმიშენის ან კონტრშეტევის. მთავარი რისკები ილიასთვის. შემთხვევითი ძლიერი დარტყმა, ვოლადო ლოკო, რომელიც შეიძლება მოხდეს წამიერად, თუმცა ეს ძალიან მცირე შანსია. სიხშირით ინციდენტები მიწაზე, თუმცა ილიას გრაპლინგის უპირატესობა აქაც ცალსახაა. შანსების ანალიზი. ილია ტოპურია აშკარად ფავორიტია. ძლიერი სტრაიკინგი, უკეთესი მოძრაობა, გრაპლინგის უპირატესობა და ფიზიკური მომზადება. ჯასტინ გეიჯისთვის ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში. თავიდან შეზღუდოს ილია ლოუ-კიკებით და გაიმეოროს სასწაულებრივი დარტყმა და გააკეთოს ნოკაუტი. რეალურად, როდესაც ფაქტს შევხედავთ, გამოცდილი ბრძოლები, გრაპლინგი, სტრაიკინგის მონაცემები, ილიას გამარჯვების ალბათობა გაცილებით მაღალია. მოკლედ, ეს ბრძოლა სავარაუდოდ ილიას კონტროლში იქნება მთელი დროის განმავლობაში. მისი სტრატეგია იქნება დისტანციის შენარჩუნება, დარტყმების კომბინაციების გამოყენება და მოწინააღმდეგის დაჩაგვრა მიწაზე. ჯასტინ გეიჯისთვის ეს იქნება ძალიან რთული გამოწვევა, ხოლო ილია ტოპურიას შესაძლებლობა აჩვენოს თავისი სრული პოტენციალი.
საბოლოოდ ილია ტოპ-2-ია წინააღმდეგ ჯასტინ გეიჯის ბრძოლა არის ძალიან საინტერესო და დიდი ალბათობით UFC-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება 2026 წლის იანვარში. როგორც უკვე გავიხსენეთ, ილია აშკარად ფავორიტია თავისი მრავალფეროვანი სტრაიკინგით, სწრაფი და ძლიერი ხელებით, დახვეწილი მოძრაობით და ძლიერი გრაპლინგით. ფინალური პროგნოზი. ილია ტოპ-2-ია მარტივად აიღებს კონტროლს ბრძოლის მთელი მანძილის განმავლობაში. ჯასტინ გეიჯისთვის მხოლოდ მცირე შანსი რჩება, რომ შეზღუდოს ილია ლოუ-კიკებით ან განახორციელოს შემთხვევითი ნოკაუტი. ბრძოლა სავარაუდოდ მიწაზე გადაიქცევა ილიას უპირატესობით, რაც კიდევ უფრო ამცირებს ჯასტინის გამარჯვების შანსებს. თამერი ასპექტები, რის გამოც ილია ფავორიტია, ტექნიკური უპირატესობა, ილია უკეთესად იცავს დარტყმებს, აქვს მაღალი ტექნიკური მომზადება სტრაიკინგში, ფიზიკური მომზადება, უფრო გამძლე, სწრაფი და ძლიერი, გრაპლინგი, ბრძოლა მიწაზე ილიას სრული კონტროლის ქვეშ იქნება. სტრატეგია, ის მარტივად აირჩევს დისტანციას, აღადგენს ენერგიას და აკონტროლებს ბრძოლას. ჯასტინ გეიჯის შანსები მცირეა. სტრატეგიული ლოუ-კიკები რომ შეამციროს ილია ტოპ-2-ს მოძრაობა, დაუკმაყოფილებელი, სასწაულებრივი დარტყმა, რაც მხოლოდ შემთხვევით შეიძლება მოხდეს. ამის საფუძველზე, ჩემი აზრით, ილია ტოპ-2-ია იანვარში სავარაუდოდ დაიცავს თავის პოზიციას და მომდევნო მნიშვნელოვანი ბრძოლა ივნისში არმან სარუკიანთან გახდება. ეს იქნება სცენარი, რომელიც UFC-ს ფანებს სუპერ საინტერესო და სანახავ ბრძოლას ხპირდება. დასკვნა. ილია ტოპ-2-ია მკვეთრად წინა თავისი შესაძლებლობებით. ჯასტინ გეიჯისთვის ბრძოლა რთულია და წარმატების შანსი უმნიშვნელოა. მოვლენები სავარაუდოდ ისე განვითარდება, რომ ილია იანვარში გაიმარჯვებს, ხოლო UFC-ს მთავარი ღონისძიება ივნისში კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება. ეს არის სრული ანალიზი, პროგნოზი და შეფასება ამ ბრძოლაზე.